ორ შაბათია, როგორც ჩართაში ეს კეთილ და გოგოებმა ძიმედღი, მაგრამ რა ვიცი, არ ამგონია, დამძიმე იყოს ორ შაბათი. ძიმედ ხარჩაცმული ძი. მე სპეციალურად დღეს რომ მიზეზი მაქვს, ამას მე მოგვიანებით ვიტყვი ხარო დრო არ წავარხო. ხო, მაგრამ არა სამწუხარო მიზეზი. არა, სამწუხარო მიზეზია ეს. ისე ხარჩაცმული. მაშინ რომ ვიცა შესაბამისი. ნუ ახალი გადაცემა იწყება, მაშინ ვიტყვი, მაგრამ დღეს იწყება სპორტული გადაცემა რუსთავიორზე, ღამის ეთერში ყოველ ორ შაბათს გადაცემა სპორტ ტაიმი. რომელსაც მე წავიყვანა ძალიან მიხარია სპორტული გადაცემა დაბრუნდა რუსთავიორზე და 2015 წელს ისით რომ თბილისი მასპინძლობს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რაც არის ძალიან დიდი მოვლენა ქვეყნისთვის და პრიორიტეტი იქნება სწორედ მზადება აი ამ ტურნირისათვის ყოველ ორ შაბათს სტუმრებთან ერთად პირველ ნაწილში ვისაუბრებ სწორედ თბილისი 2015-ის შესახებ. 9 სახეობაა წარმოდგენილი და 9 სახეობაში რა ხდება გავივლით წლის განმავლობაში. ჩვენ შექნებით შენი გადაცემის სტუმრები. იცი არის ხო არის ახალგაზრდული ოლიმპიადა მე როგორც ახალგაზრდა ვარ რა კი ბატონო თუ დაიმსახურეთ რა ვიცი ნახოთ აი როგორ მოიქცევით ხოლმე ეთერში უბრალოდ რა თქმა უნდა წარმატებების შენ ახალ გადაცემა რა შეიძლება ყოველ ორ შაბათს შენთან კი იქნება საუბარი დღიურებზე ასე ვთქვათ ოლიმპიადის მაგრამ ყოველი ორ შაბათი ჩვენთან არის ჩვენი საშემოდგომო კონკურსის დღე ეს არის საუკეთესო მარანი და სპორტი განუყოფელია სპორტში გამარჯვება როგორც წესი მარანში გვირგვინდება ხოლმე და ხალხი ძალიანაც აქტიურობს რაც ჩვენ ძალიან გვიხარია აგზავნიან თავიანთი მარნების ფოტოებს და მე ვიცი რომ პროდიუსერებმა მოგვიმზადეს ეს კოლაჟები გადის უკვე ხო? როგორი ყველა ჩვენც არა გვაქვს ნანახი. და ძალიან კარგია რომ აქტიურობს ჩვენი ტელემაყურებელი და კიდევ უფრო გაგრძელდება ეს აქტიურობა ვიცით ნამდვილად. და ძალიან მაგარი ფოტოებია სხვათა შორის აი რომ მოგინდება რომ ყველაფერი მიატოვო და იქ წახვიდე. მე მეგონა მაინც უფრო ერთფეროვანი იქნებოდა, იმიტომ რომ თემატიკა ის შეზღუდულია, მაგრამ ხედავ სრულად განსხვავებულია ზოგან ძველი უფეთი დგას. არის ხელნაკეთი საწნახელებიც არის, ხელოვნების ნიმუშები ნამდვილი და ძველი და ახალი ნივთები ერთად არის რაღაცნაირად შეჯამებული. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ კონკურსის ბოლოს როგორც გვჩვევია ხოლმე ძალიან გავახარებთ მონაწილეებს და გამოვავლეთ გამარჯვებულს. და მინდა კიდე ერთი რამ აღნიშნო, აი KP-ის ფოტოები მარანში არ არის გამოგზავნილი ჯერ. ეს KP მერე როცა გაიმარჯვებს ერთ-ერთი კონკურსანტი ჩვენს კონკურსში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი კონკურსი, როგორც მინდა ვთქვა, საკმაოდ შეზღუდული მიმართულების არის. ჩვენ არ ვაფასებთ ღვინოს სამწუხაროდ. არც ჩურჩხელებს, მაგრამ ვაფასებთ უშუალოდ მარნის ვიზუალს, თუ როგორ ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნეთ თქვენ, აი ამ ძალიან წმინდა თქვენთვის ალბათ ადგილს. საკმაოდ დიდ სივრცეშია ნახეთ. აი ეს იყო ის მე როდესაც ვამბობდი, აი ხელნაკეთი ძალიან მაგარი რაღაცებია, მოკლედ და ხალხი უულის თან ამას ეტყობა, ზედმიწევნით დიდი სიყვარული გამოსჭვის ამ ყველაფრიდან და ნუ ეს ჩვენი კულტურაა, რომელიც უკტავი იქნება ყოველთვის. ძალიან მიხარია რომ აქტიურობა მაღალია, ჩვენ სწორედ სეზონის დასაწყისიდან ველოდებოდით როგორ აკრებდა ტემპს მარნის კონკურსი და უკვე უახლოესი ორ შაბათებიდან დაიწყება სტუმრიანობა ჩვენ ორ შაბათობით ამ ბლოკში და ყველა საშემოდგომო ასე ვთქვათ ხელსაქმე რომელიც შემოდგომასთან და ცოტა არის დაკავშირებული ჩვენთან პირდაპირ სტუდიაში განხორციელდება. ერთი რაღაც უნდა აღნიშნო, ერთ-ერთმა ხალბატონი იყო თუ ასწები გამოაგზავნა ქვევრი იყო მიწაში და შიგ მიწა იყო და ყვავილები ამოდიოდა. ამას მარნის კონკურსში ვერ ჩავთვლით, მაგრამ ორიგინალური იდეა იყო. აღარ გამოიყენებოდა ეს. შეგვიძლია გაზაფხულზე ჩავრთვას ჩვენს კონკურსში, ყვავილების კონკურსში, რომელიც ისევ გვექნება. თუმცა მეღვინეები გაბრაზდებიან ალბათ. არ ამგონია, იმიტომ რომ გატეხილი იყო. თუ მაგალითად იმ ქვევრს ვერ იყენებ თავის საკუთარი დანიშნულებისამებრ, ის კი არ უნდა გადააგდო ან გატეხო და დააგორო მთიდან. არამედ მაშინ შეგვიძლია ყვავილი ჩარგო, ასე რომ რამეში მაინც უნდა გამოიყენო, სულ ისე ყოფნა სჯობია. აბესალომე არ უნდა ჩასვა. მე გიყურეთ პარასკევს ჯერ ერთი ხო ძალიან მიყვარს ხოლმე ორ შაბათობით განვლილი კვირა რომ განხილვა როდესაც მე არ ვიყავი ეთერში და გულმოდგინეთ გიცქერდით ტელევიზორიდან ნუ რა თქმა უნდა პარასკევს საყვედურიც კი მივიღეთ ნინა შენგან მაგრამ ბოდიში კიდე ერთხელ რა საყვედური რომ ცოდნო და მოვიდოდიო რომ ესეთი ამბავი გვექნებოდა სტუდიაში რომ ცოდნილი იყო მოვიდოდი აუცილებლად პარასკევს ჩვენი კარი ნებისმიერი ადამიანის პარასკევს ჯერ ეს ერთი პარალელურ რეჟიმში მერიკოსთან ერთად ისე მომანდომეთ კვერცხი რომ ყველა კვერცხის ვარიაცია აბსოლუტურად საკუთარ თავზე განმოვცადე
ცოტა ზედმეტი მომივიდა. და როგორ იქ რაც გავაკეთოთ, ყველაფერი არა, გავაკეთეთ. მე ისე მომიდა კვერცხი და თან ისეთი იოლი გასაკეთებელი პროდუქტია. კვერცხი საოცარი პროდუქტია. დღეს საოცარი პროდუქტია. მოგბელაძე უნდა წააწერო ხან. ხო და მეც გავხდი მსხვერპლი ამერიკოს კარგი გაგებით მსხვერპლი ოსტატობის, ზოგი გამომივიდა, ზოგი არ გამომივიდა, მაგრამ ნუ ზურა შევარდნაძემ დამცა როგორც ყოველთვის თავისი სიუხვით, თავისი სილამაზით, თავისი გემოვნებით, თავისი 3 კილოიანი მტევნებით. რამე მომიყევით ისეთი რაც არ ვიცი. ევანი მართლა 3 კილო მე მგონი მეტიც იყო და იმას რო აწყვეტავდი, აი რაღა მაგას აწყვეტავ, იქ არ არის კალათში არ არის, გული უსკლებოდა ესე. მაგრამ ისეთი იყო რა იმოგინდებოდა. კი ცდილობდა დავერწმუნებინათ რომ არ იყო გებრიელი, მაგრამ მე ის თავისი თბილის რო გააკეთა კაცვის რავი რა დავარქვა ნაყენი ძალიან გემრიელი იყო ჩვენი ხო და მე რო წავიკითხე ჩვენს გვერდზე მინაწერები რისი მურაბა არ არის ეს ხალხო ეს არის გადახეხილი მოუხარშავი ხილია ხო გადახეხილი თაფლთან ერთად ეს არ არის მოხარშული ცოცხალი ხილის წვენი ასე ვთქვათ შეგიძლიათ გააკეთოთ მივირთვათ იმიტომ რომ გარდა იმისა რომ არის უგემრიელესი არის ძალიან სასარგებლო და მანდარინს ქონდა გემო რას? მანდარინს. თუ არ იყო თქვენ იმაში მომიჩვენა კარანიკი იყო. არ იყო მანდარინი. მანდარინი. რაც ფოტოში მომიჩვენა რომ მანდარინიც იყო ზურასგან არაფერი არ გამეკვირდება. წვანეფერის? ეს იყო პომიდორი მკვახე. რომელიც წვენში ჩააგდეს კოთლშორის. ეგ მახსოვს. და ისა ლიმონიც იყო. და ზოგადად თბილისობას დავთარდა. თბილისობას დავთარდა. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იყო სხვა შორის. კარგი რომელი მოგეწონა? არც ერთი არ ყოფილა. კი და სხვათა შორის შენც ამბობდი იმ დღეს და ვინც იყო იმათაც თქვეს რომ აბსოლუტურად გულუხვად ბატონმაზურამ შემდეგ ეს ხილი და არის თითოლებაზე თითოევაზე კლავდა აქ და მე ვიცი თბილისობის დასასრულსაც უკვე იკრიფებოდა ყველას თავისი სტენდი იკრიფებოდა ზურამ გულუხვად ყველა გამომვლელთან დაარიგა და დატოვა თავის ხორაგი ხალხში ესე რაც მაგას ხალხი აკეთებს კვირი გასული კვირის კიდე უმთავრესი ამბავი ქრისტინეს შემოერთება და დაბრუნება ჩვენს ოჯახში ხო გვიყურე აუცილებლად ვქენი. ძალიან ლამაზი იყო და მე მიხარია რომ ხუჩაბაც კიდე ერთი ლამაზი გოგო შემოუერთდება. ამბავს. ნამდვილად თამითოდეს ხუჩაბაც სილამაზის რეცეპტები გვაქვს როგორც იცით, მაგრამ ვინც გვიყურა პარასკევს ალბათ ნახავდა რომ აი ამ ხორაგში რომელზეც საუბრობდით დინა, ბევრი გოგრებიც იყო. სხვადასხვა ფორმის. სხვადასხვა წონის, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა გემოსით ალბათ. ძალიან მაგრამ არისო ერთი განსაკუთრებული გოგრა, რომელიც თბილისში მოიყვანეს. და რომელიც მოდი არ ვიტყვირით საკუთრებული ნახოს ჩვენმა მაყურებელმა მარი შენგელიასი მოდი ყველას გაუკვირდა საქართველოში არ გვინახავს ამ ხელა გოგრა 30 კილოგრამია 30 კილოგრამიანი გოგრა თბილისში ხეივნის ქუჩაზე მოვიდა სხვა გოგრებთან შედარებით გიგანტურმა ნაყოფმა მალე მიიქცია ყველას ყურადღება არსად არ მინახავს მე პირადად 82 წლისა ვარ და არსად არ მინახავს ასეთი დიდი გოგრა. ჩვენც გაგვიკვირდა ძალიან. გოგრის გაზრდისას მისმე პატრონეს არც სასუქი გამოუყენებია და არც რამე სხვა საშუალება. თოხითა და წყლით გაზრდილი გოგრა ამერიკული ჯიშისაა. არც სასუქი აქვს არაფერის ყამირი მიწა არის და მიწაზე მოვიდა. მე ეს გოგრები პატარა გოგრები რომ არის ესენი ამას ოფიცრები უნდა უქვეშო რომ რატო ფიცრი აი ნახე აქ აი ფიცრის დადება უნდა რომ მიწაზე არ დალპესო რა ხო ისე ფოთოლი დიდი ქონდა გიგანტური ძალიან აი თითქოს აი ესეთი დიდი ფოთლები იყო ძალიან პროფესიით ბიოლოგი ქეთო თეთრაშვილი გოგრას მომავალ წელსაც დათესავს ამჯერად განსაკუთრებით მოულის და იმედი აქვს რომ ის ბევრად უფრო დიდი გაიზრდება ვულოცავ ქალბატონს 30 კილოგრამიანი გოგრის მოყვანას, მაგრამ მე ჩემი დარდი უნდა მოვყვებ. უკვე მაყურებელმაც და ჩემ მეგობრებმაც იციან, რომ მე ვარ დამწყები აგრონომი, რაღაცა მებაღე თუ მევენახე თუ მეხილე თუ მებოსტნე, მოკეთ მაქვს მცდელობები სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულის მოყვანის და ერთ-ერთი ასეთი იყო გოგრასთან დაკავშირებული, რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ჩვეულებრივად ბაზარში ასე ვთქვათ თესლი დავთესე და დამავიწყდა რა ვქენი იმიტომ რომ ნუ აი დამავიწყდა და სად ის დაგავიწყდა არა სად მახსოვს ვთქვათ სპეციალურად თავისთვის გამოყოფილი პანთეონი მაქვს ბოსტნეულის და მწვანილის და დაიწყო გოგრა მამოსა და არასდროს არ ქონია შეხება
პირველი შოკი მივიღე და ყველას ვუზიარებდი ამ ამბავს, გოგრას აქვს ულამაზესი ყვავილი, ნუ გვინახავს ეს ყვავილი, მაგრამ ამ ყვავილს აქვს კიდე საოცარი სურნელი თურმე, რომელიც არ ვიცოდი და დილას აი სანამ ქალაქის სუნები გადაფარავს ყველაფერს, ისეთი სურნელი დგას ბაღში, რომ აი მოკვდები ნებისმიერ ყვავილზე უკეთესი. მერე მოკეთეს გოგრა მოედო, ხან მღობეს ჩაეხუტა, ხან გვერდზე მდგო პამიდორს, მერე თუთას ჩაეხუტა, მერე მეზობელთან წავიდა, მერე ავტობუსს ჩაეხუტა გაჩერებას და ასე მოვიდა რუსთავი 2-მდე. უსასრულომდე შეუძლია ასე რომ გავრცელდეს და ამ ქალბატონისგან განსხვავებით მეც მაქვს რეკორდი დამყარებული. რა 100 გრამია? უხელა გოგრა. 100 გრამი. გოგრები მოვიდა, მაგრამ ნიმდაკერა რომ ჯიში იყო ასეთი. აი მასე გადაწყდა. არ მოუნდა მეტი გაზრდა. არ მოუნდა, თუმცა ლამაზები მწვანე ზოლიანი გოგრები იყვნენ. პატარები. ბევრი. ხო და მე ხო ზურა შევარნაძის მეგობარი ვარ და ამიტომ შვენივრად გამოვიყვენე ის სხვადასხვა საშემოდგომო დეკორაციებში, კომპოზიციებში, კი ბატონო. მოკეთ, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩაერთონ ჩვენს საშემოდგომო კონკურსში და გადაუღონ ფოტოები საკუთარ მარას, შემდეგ გამოგგზავნოთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე და მომავალი ორშაბათები თქვენთვის იქნება ინფორმატიული იმ კუთხით, რომ ნელ-ნელა გეტყვით რა იქნება პრიზები, ნელ-ნელა მოგცემთ ბევრ სასარგებლო რჩევას, როგორ იყოს თქვენი მარანი უფრო ლამაზი, ორიგინალური და მოკლედ დაკომპლექტდება ჩვენი ჟიური და დაიწყება დიდი სტუმრიანობა და მისვლა-მოსვლა ჩვენი მარნების ბლოგში. ახლა კი სტუმარი გველოდება ეკო ბლოგში, ცოტა ხანში დავბრუნდები ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიით.